მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ვაგრძელებთ C-Cleaner-ის ჩემ ვიდეო შემსწავლელ კურსებს. ესე იგი, ჩავთვალოთ C-Cleaner-ი და გადავიდეთ განყოფილებაში Tools. პირველ განყოფილებაში, როგორც ხედავთ, წერია uninstall. ეს ნიშნავს, რომ ეს ამ განყოფილებაში არის ყველა ის პროგრამა, რომელიც ჩაწერილი გაქვთ და უნდა ამოშალოთ ისინი, რომლებიც არიცით რა არის, ანუ არ შეეხოთ იმ ფაილებს, როგორც არის NVIDIA და Microsoft ვიზუალებს. შეეხეთ მხოლოდ იმას, რომელიც არ გჭირდებათ და წაშალეთ შემდეგნაირად. დავაჭიროთ ნებისმიერს აი მაგალითად ამას და დავაწვეთ uninstall. დავაწვეთ yes. როგორც ხედავთ, წაიშალა. ამის შემდეგ გადავდივართ Startup-ში. Startup-ში არის ის ფაილები, რომლებიც Windows-ის ჩართვისთანავე ირთვება, ასე რომ ვთქვათ. როდესაც თქვენ Windows-ს ჩართავთ, პროგრამაც ავტომატურად გაიშვება. აი აქ. უნდა იყოს აი აქ. ან პირდაპირ ამოაგდოს, აი როგორც არის ხოლმე Skype-ი. შემდეგი არის პლაგინები. ეს ის პლაგინებია, რომლებიც თქვენ კომპიუტერში არის ჩართული, უკაცრავად თქვენს Internet Explorer-ში, Google Chrome-ში, Firefox-ში, Opera-ში, ბრაუზერებში არის. ასე რომ ვთქვათ, ის პლაგინები ჩართული, ესენი შეგიძლიათ გამორდოთ რამდენიმე, თუმცა თუ არ იცით რას ნიშნავს, არ შეეხოთ. შემდეგი არის disk analysis. აქ შეგიძლიათ დააჭიროთ ანალიზს და მოძებნოს ის ფაილები, გაუკეთოს სკანირება ფოტოებს, მუსიკებს, სხვადასხვანაირ დოკუმენტებს, ვიდეოებს და სხვა. შემდეგი ეს არის სხვადასხვა ზომის ფაილების პოვნის განყოფილება, ასე რომ ვთქვათ. შემდეგი კი არის System Restore. ეს ნიშნავს, რომ თუ ჩვენ აი რომელიმეს ავირჩევთ და დავაწვევით remove, როდესაც ჩვენ მოგვინდება ძველი სისტემის დაყენება, ასე რომ ვთქვათ, განახლება სხვანაირად, წაშლის იმ ყველაფერს. მოკლედ, ასე რომ ვთქვათ, თუ ამას წაშლით, როცა თქვენ სისტემას აღადგენთ, ესენი არ იქნებიან, ანუ არ აღდგება, ასე რომ ვთქვათ, ამ ფაილის სისტემა. შემდეგი ეს არის driver wiper-ი. აქ შეგიძლიათ ის ფაილები ნახოთ, რომელიც ტყუილი უბრალოდ არის C და D დისკზე და აი უბრალოდ ახლა რომ ფაილი შექმნა და არაფერი ჩავაგდო, აი ესეთ ფაილებს ნახავთ, დააწვევით wipes და ამოაგდებს ყველაფერს. მიყვებით ჩვეულებრივად ინსტრუქციას და მიხვდებით ყველაფერს, ასე რომ ვთქვათ. სულ ეს იყო ჩემო მეგობრებო, რაც მინდოდა რომ ესწავლებიათ, თუ რაიმე შეკითხვა გაგიჩნდათ, დაწერეთ კომენტარებში ან მომმართეთ Skype-ში, Pico ქვედატირებ რეგვაძე.